მიშა და ნინო ძველი რადიო დაგიბრუნდით, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გეტყვით, რომ ეკო აკადემიაში სიახლეა, ახალი პროგრამების განხორციელება იწყება, ზოგადად სახელმწიფოს ჩართულობაზე ამ მიმართულებით და სხვა ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები. ბატონი ვანო მთვრალაშვილი, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ეკო აკადემიის მენტორი, ოფის მენეჯერი, ქალბატონი ნათია გვაზავა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საინტერესო თემით შემოგვიერთდით. მადლობა. გილოცავთ ახალ წელს, არ მომილოცავს 31 იანვარია, ანუ კიდე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ ერთმანეთს მივულოცოთ. საუკეთესო სურვილებით გისურვებთ წარმატებებს. ბატონ ვანო, არაერთგზის გვისაუბრე ამ თემაზე, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი სიახლით დაგვიბრუნდით ეთერში. მოდით დავიწყოთ საუბარი ეკო აკადემიით, ზოგადად კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ, თუ რას ემსახურება ეს აკადემია და რა სიახლეზეა საუბარი. მე მადლობა მინდა გითხრათ ბატონო, ხშირად მოდიხართ ხოლმე ჩვენთან გსტუმრობ ჩვენს გადაცემაში და ყოველთვის თემა არ იწურება და ყოველთვის მუდმივად რაღაცა სიახლეებით გსტუმრობთ ხოლმე და მადლობა ამისთვის თქვენ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მიულოცავ ახალ წელს, ყველა გავლით დღესასწაულს, წარმატებას და მშვიდობას უსურვებთ, კეთილდღეობას. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ის ინსტიტუცია, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები, ეს არის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფეხს იკიდებს, ესე ვთქვათ, ეს არის ინსტიტუცია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და მათ შორის მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არის საკმაოდ წარმატებული, შემდგარი. ეს არის პასუხისმგებლობა, როდესაც ბიზნესი უშუალოდ იღებს ვალდებულებას, რათა მან მართოს მის მიერვე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქციის შედეგად მიღებული ნარჩენების სისტემურად. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ბიზნესი ამ პროცესში ერთვება. და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თვითონ უშუალოდ ჩვენი ასოციაციის, ჩვენი გაერთიანების, ხო, რომელსაც საკმაოდ ბევრი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი წარმოადგენს, 400-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც კონსოლიდირებულია, გაერთიანებულია ჩვენთან. მისი მანდატის ფარგლებში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური სხვადასხვა პროცესები, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული პროექტი ეს გახლავთ ეკო აკადემია, რომელიც ჩვენ სივრცეში დაფუძნდა. ეკო აკადემია, რომელიც მინდა გითხრათ, უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად გახდეს, ესე ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ამ სფეროს ეხება, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება იქნება ეს თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებთან არის პირდაპირ დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობასთან, ჩვენს უსაფრთხო მწვანე მომავალთან, ეს იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და მათ შორის ჩვენ სივრცეში უზრუნველყოფთ იმას, რომ მოწვეული მენტორებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ამ დარგის, ამ სფეროსი ის პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება ცოდნა გადავცეთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს და ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც გარემოს დაცვა ეკოლოგიური საკითხები მნიშვნელოვანია და შესაბამისად ჩვენ ფიქრობთ და ვცდილობთ ყოველთვის, რომ რაღაც გარკვეული სახის სიახლეები შემოვიტანოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ეკო აკადემიის განვითარების პროცესში, იმიტომ რომ ეს თემა არის ამოუწურავი, ზოგადად მინდა გითხრათ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში ხო ეს ამასაც ობიექტური რეალობა აქვს. უშუალოდ ის განათლება, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებთანაა დაკავშირებული, ეკოლოგიურ საკითხებთანაა დაკავშირებული, ხო, დიდი დოზი და დიდი მასშტაბით არ გადაეცემოდა, თუმცა დღეს მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული, მათ შორის თქვენი დამსახურებაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოგზალებული და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი გარკვეული სტრუქტურების საშუალებით, ხო, აბსოლუტურად ყველა სკოლაში არიან შესული, ეკო კლუბებია სკოლებში წარმოდგენილი. მათ შორის ცალკე აღებული თქვათ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ უშუალოდ ხო ბიზნესი და ჩვენაირი სტატუსის რამდენიმე ორი ასევე ავტორიზებული წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ერთვება აქტიურად აი ამ პროცესში, რასაც განათლება ქვია, რასაც კვალიფიციური ინფორმაციის ცოდნის მიტანა ქვია. წლების მიმდინარე ეტაპზე ხო ჩვენ დავამატეთ, ძალიან გვინდა რომ აქტიური გავხდა ხოლმე ერთი მიმართულება გამოცდილებამ გვიჩვენა ჩვენ რომ რეალურად ჩვენმა მუშაობის პროცესმა რომ
ნარჩენების წარმომქმნელები, ვისთანაც ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს, უშუალო ესე ვთქვათ, ოპერირების და ნარჩენების ამოღების, გადამუშავების პროცესში, ხშირ შემთხვევაში ისინი არიან მათი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიონალური ცოდნა, განათლება აკლიათ ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება კურსები აბსოლუტურად ესე ვთქვათ, იქნება უფასო რა თქმა უნდა, ყველანაირ ფინანსურ ხარჯს ვიღებთ ჩვენ, რათა მათ გადავსეთ ის კონკრეტული განათლება, ის კონკრეტული ესე ვთქვათ, გამოცდილება, რაც მათ დაეხმარებათ პირველ რიგში მინდა გითხრათ თავისი კომპანიის საქმიანობის უკეთესად წარმართებისთვის, იმიტომ რომ როდესაც ისინი არიან გარკვეულწილად საინფორმაციო ვაკუუმში, ხო, მათ უჭირთ როგორ მართონ სწორად ეს პროცესი და მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გადის ასევე ბევრ ადმინისტრაციულ ჯარიმაზე და სხვათა შორის ადმინისტრება და სახელმწიფო ამ მხრივ არის საკმაოდ სწორ პოზიციაზე მყოფი, რათა ჯარიმების საშუალებით, ეხლა მე ვერ გიყვით ჯარიმები ძალიან მკაცრია, თუმცა ჯარიმები საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ნაწილში, იმიტომ რომ ზოგადად ევროპის გამოცდილებად ეს არის ადმინისტრების გარეშე ხო ეს პროცესი ვერ მიდის, ამიტომ ისინი რო არ დაჯარიმდნენ, გარდა მაგისა მათ მეორე მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ როგორც მე გითხარით, გარდა იმისა, რომ განათლებაა საჭირო, მათ მიერ ბევრი რაღაც გარკვეული სახის ვალდებულებებია შესასრულებელი, რაც მათ ელემენტარულად უნდა იცოდნენ. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ აი ამ ჩვენი ეკო აკადემიის ფარგლებში უკვე უახლოეს პერიოდში გამოცხადება, ესე ვთქვათ, მიღება, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლოთ და გადავამზადოთ მათი გარემოს დაცველები იქნებიან, მათ შორის ის პირები, რომლებიც უშუალოდ ამ პროცესში არიან ჩართული და დავამთავრებ იმით, რომ ზოგადად დღეს მინდა გითხრათ, რომ ნარჩენების წარმომქმნელები, ანუ კომპანიები, ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც ოპერირებენ ქვეყანაში, ხო, მნიშვნელოვანი სეგმენტი ნაწილი, რომელიც ჩვენ ეკონომიკის განვითარებასაც უწყობს, მაგრამ ამავდროულად ისინი მეორე მხრივ საქმიანობიდან გამომდინარე ასევე გარემოს დამაბინძურებლები არიან. ხშირ შემთხვევაში ხო მათ აი ეს თქვათ ინერციით მოდის ის პროცესი, როდესაც ისინი ვერ აღიქვამენ, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ეხლა არის 21 საუკუნე, ჩვენი გეზი ვექტორი ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად სხვა ქვეყანა, რომელიც პირობითად ევროკავშირში შესვლაზე ფიქრობს, მათ შორის ის რომ როგორც ტურისტული ქვეყანა და ტურიზმის განვითარების ინდუსტრიული მნიშვნელოვანი არტერია უნდა შედგეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჯგუფი უნდა იყოს ჩართული, აქტიურად ჩართული მის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების, ესე ვთქვათ, აქტიურ მართვაში და მათ შორის ჩვენი ჯგუფი აი ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, არა მარტო მაკოორდინირებელი, არამედ განმახორციელებელი და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ მათ ეს ზონა თქვენი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია ესეთი, რომ ადრე თუ გვიან ესენი პრობლემის წინაშე დადგებიან და რა თქმა უნდა, როდესაც ინფორმირებული ხარ, როდესაც გააქვს უკვე გარკვეული ცოდნა, უკვე სხვანაირად ეკიდები, მით უმეტეს აქ საფიან მოგებაზე შეიძლება წავიდნენ, როდესაც საუბარია უკვე გადამუშავებული მასალების თავიდან გამოყენებაზე. და რაც შეეხება ნარჩენების მართვის პროცესს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ და ზოგადად ნებისმიერ სფეროში განათლება არის წარმატების საწინდარი. ქალბატონ ნათია, თქვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული. და ბრძანდებით ამ საქმის პროფესიონალი, რაც შეეხება ეკო აკადემიას, ბრძანდებით მენტორი და აი როგორც ბატონმა ვანომ ბრძანა, ხა იწყება ახალი პროგრამები, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები ამ პროცესში და მინდა რომ ამ მიმართულებით რას აპირებთ, როგორ წარიმართება სწავლა, ასაკიც მაინტერესებს, დაუშვათ არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი, ანუ ყველაფერზე რო გვესაუბრეთ. მადლობა. შეკითხვისთვის ეკო აკადემიის დაარსებიდან, ანუ არც გვეგონა, რომ აი ესეთი დაინტერესება წამოვიდოდა თავიდან, იმიტომ რომ ეს ყველასთვის ახალი იყო თავისთავად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოში, როდესაც რეგლამენტი მიიღეს 4 წლის წინ და ეტაპობრივად ჩვენც ვიზდებოდით ყოველწლიურად და თავისთავად ახალს ჩვენ სწავლობდით და სხვასაც გვინდოდა რომ სხვისთვისაც გადაგვეცა. ეს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გავაკეთეთ ეკო აკადემია, როდესაც გავიდა შეხვედრის აი ეს პირველი სიუჟეტი ჩვენ სოციალურ ქსელებში, ისეთი დაინტერესება წამოვიდა, იმდენად არც გვეგონა და ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ესე მოეწონათ ყველას და ძალიან დიდი ინტერესია დღემდე. მithumetes ახალგაზრდებს. ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლე, ის კი არა შემოთავაზება იყო, რომ ძალიან გთხოვთ, იქნებ ბაღის ბავშვი. ბაღში. ხო, და აი იმდენად გაუცებული, მე ვთქვარ, ბაღის ბავშვებს კიო, ჩვენთანო არისო, რაღაც ახლა მინიმალურად, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა კიდე პატარა
ასაკის ბავშვებს როგორ მიაწოდო კი ბატონო. აი ბუნების დაცვის საკითხები და არ არის ეს მარტივი. ხო, არ არის მარტივი. განსაზღვრული არა გვაქვს ასაკის სკოლის პერიოდიდან ეს ეკოკლუბები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ჩვენთან კომუნიკაციაში, გთხოვენ და ყოველ კვირას გვაქვს თითქმის მინიმუმ 1-2 შეხვედრა სკოლებთან, სტუდენტებთან. და აი, ნუ საკმაოდ დიდი ინტერესია. მიწოდება ხდება სპეციფიკურ ნარჩენებზე, არა მარტო სპეციფიკურ ნარჩენებზე, ზოგადად ნარჩენებთან დაკავშირებით არის საუბარი, მაგრამ მათთვის ეს ახალი იყო სპეციფიკურ ნარჩენებზე, ცალკე კიდე ჩვენი გამოცდილება აი ამ პერიოდში რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ, რა არის სპეციფიკური ნარჩენი. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ არ გვეგონა ეხლა რატო უნდა დააინტერესოს, თქვა საბურავი ან საავტომობილო ზეთი, ან აკუმულატორები, ან ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებული საკითხები, თქვა სკოლის მოსწავლეს, ან თინეიჯერებს. მაგრამ არა, საკმაოდ კარგი ახალგაზრდები და მომავალი თაობა ყავს, განათლებული საკმაოდ. და იმდენად აი დაინტერესებულები არიან ბუნებაზე ზრუნვით. და ძალიან მიხარია. ეს ახალი თემა და გარკვეულ ბიზნესის წყაროც არის, ანუ ხო, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი მმართველები ეს საკმაოდ ჩადებულია, მოთხოვნადი და საკმაოდ პერსპექტიული პროფესია იქნება საქართველოში, მომავალში და ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ეს თქვენი დამსახურება ამას რო ხედავენ ამ პოტენციალს. ხო, ბატონო ივანო ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე, რომ ეუბნება, რომ აი გარემოს დაცვითი მმართველი. არ არის აუცილებელი ყველა ექიმი იყოს, იურისტი იყოს, გარემოს დაცვითი მმართველი. საკმაოდ საინტერესო და მე ვფიქრობ, რომ გარემოს რაღაცა წვლილს შეიტანა ამითი მომავლის პროფესიაა. და აი რა შეიძლება კურსებს, ანუ გრძელვადიანია, მოკლევადიანია. იცით რა არის, ტრენინგები ტარდება 2 საათნახევარი, მაგრამ იმდენად შეკითხვებით არიან კითხვა-პასუხის რეჟიმი იმდენხანს გრძელდება ხოლმე, მეტხანსაც გაგრძელებულა. ნუ ეს მარტო თბილისში არ ხდება, რეგიონებშიც გავდივართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თბილისი ისედაც განებივრებულია მსგავსი შეხვედრებით, მაგრამ რეგიონებიც ჩვენი პრიორიტეტია თავისთავად. ნარჩენების წარმოქმნელებთან დაკავშირებით ესეც შარშა მქონდა და დავიწყეთ ბატონმა ვანომ აღნიშნა რომ დავიწყეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ აქტიურად გავაგრძელოთ და წელს უკვე აი დავაანონსოთ შეხვედრები. ნუ ეხლა ჩვენი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ავტორიზებიდან გამომდინარე რომ 3 მიმართულება გვაქვს საბურავი, ნარჩენი საბურავი, ზეთი და აკუმულატორი და აი ამ ნარჩენების წარმოქმნელებთან დავიწყოთ აქტიური შეხვედრები და მივიდეს მათთან აი ეს რას ნიშნავს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. რას ნიშნავს ნარჩენის წარმომქმნელი და რატო უნდა იყოს იმპორტიორი ჩართული ამაში, რომ მართოს თავისი ნარჩენი, წარმომქმნელი ნარჩენი, მისი იმპორტირებული საქონლიდან გამომდინარე. და ნუ ჩვენი ახლა ეს სახიფათო ნარჩენებია თავისთავად და კიდე სპეციფიკური სახიფათო და ასე შემდეგ, ეს უკვე ცალკე ისეთი ის არის. და გვინდა კიდე გავაგებინოთ ის, რომ ნარჩენი არ არის ნაგავი. ნარჩენი არის რესურსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ ნარჩენის რესურსის გამოყენებით ჩვენ ვახდენთ ნედლეულის დაზოგვას. ვანიჭებთ სიცოცხლეს. და ვანიჭებთ, ნუ გადამუშავებად თავისთავად, მაგრამ მეორე სიცოცხლეს ვანიჭებთ ამ ნარჩენს. ბატონო. და საინტერესო პროცესია ნამდვილად. ხო, და ეს უნდა იცოდეს ყველამ, რომ ნარჩენი ნაგავი არ არის. კი ბატონო, და არის რესურსი. მე მაინტერესებს აი ბიზნესმენებთან შეხვედრა მიხვდნენ ბოლო-ბოლო რომ ნარჩენი არ არის ნაგავი. მინდა გითხრათ რომ დღეს აი ძალიან სწორი კითხვა, სწორი ფორმულირება არის, სხვათა შორის ბევრისთვის რატომღაც აი ნათიამ სწორი აღნიშნა ნაგავთან არის ასოცირებული. თუმცა მინდა გითხრათ რა თქონას, ესე არ არის, სოფლიოში მიღებულია აღიარებული პრაქტიკა არის, რომ ნარჩენი ეს არის რესურსი, ჩვეულებრივად ცირკულარული ეკონომიკა, ანუ როდესაც შენ ნარჩენის შემდგომი გადამუშავებით ღებულობ უკვე ახალ ნედლეულს თავისთავად, ახალ პროდუქციას საბურავის დამუშავებით რამდენი რაღაცა შეიძლება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომ საქართველოს სამწუხაროდ ცირკულარული ეკონომიკა სულ ძალიან რაღაც 1-2%-იან მაჩვენებელზეა, იმიტომ რომ
ესეც ხო ობიექტური რეალობა გახლავთ ის რომ გადამუშავებითი ნაწილი არ არსებობს, თუმცა მე მინდა გითხრათ აი მაგალითად ისეთი ნარჩენი როგორც არის ავტომობილო ზეთის გამონაცვალი ზეთი, ხო? ეს არის ძალიან მოთხოვნადი ნარჩენი, დღესაც მინდა გითხრათ რომ აქტიურად აი მაგალითად იანურის თვე არის და შეიძლება ითქვას რომ ეს ნარჩენი რომელიც ნედლეულად გამოიყენება ამას საუბრობ არის დეფიციტი იმ კუთხით რომ მაგალითად ბევრი ავტორიზებული ესე ვთქვათ სათბური არის ორგანიზაციები რომელსაც შეუძლიათ მისი დაწვა და ის არის ალტერნატივა ვთქვათ ბუნებრივი აირის ქვანახშირის ხო იაფი ალტერნატივა რომ წარმოიდგინოთ იწვება შეუძლებრივად ენერგიას ღებულობ არის დეფიციტი იმის გამო რომ არ არის ესე ვთქვათ თავისთავად მოთხოვნადია კი და მათ ესმიდა სხვათა შორის ზოგადად ერთვებიან ამ პროცესში რაც შეიძლება მათ შორის ჩვენი წევრები მაგალითად მე გითხრა იგივე აი არჩენზეთან მიმართებაში ხო არიან ჯგუფები რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს ღებულობენ მისი ჩაბარები და შემდგომ მისა რაც ჩვენ ყიდულობთ ესე ვთქვათ ისეთ ნარჩენს როგორც არის თქვენი დამსახურება რო ხვდებიან უკვე ამას. კი, სხვათა შორის აი ამ პროცესმა ხელი შეუწყო იმას, რომ ფასებია გაზრდილი კონკრეტულად ამ ნარჩენებზე. ერთადერთი ნარჩენი, რომელსაც ფასი არ აქვს, სამწუხაროდ საბურავია. იმიტომ რომ ეს საბურავი სოფლიოში აღიარებულია როგორც ყველაზე ესეთი რთული უხეში ნარჩენი, რომლის გადამუშავება ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ ჯერჯერობით მას ფასი როგორც ნარჩენს არ გააჩნია, თუმცა რა თქმა უნდა მისი გადამუშავებით აი ჩვენ ბათუმში საწარმო დავაფუძნეთ პირველი ესე თქვა აი პირველ ნაბიჯებს თქვა ამ საწარმოს. ამაზე მე და ნინოს აგვესვაშეთ თქვენ ბოლო თქვენი სტუმრობა ამაზე იყო ამაზე ვისაუბრეთ. ტესტურ რეჟიმში მუშაობს უკვე და მალე ტესტურ რეჟიმში იქნება პომპეზურად გახსნა. იმიტომ რომ არ არის საქართველოში რო წარმოვიდგინოთ ხო მათ შორის არც ნებისმიერი ნარჩენი ხო ერთადერთი აი პლასტიკიც რო თქვენ პლასტიკი ახსენეთ ხო პლასტიკის სხვათა შორის ეს არის პოტენციური ნედლეული იმიტომ რომ პლასტიკის მიღების საწარმოებლად საჭიროა რომ დავიწყოთ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მე სხვადასხვა და ანუ საწყისი ნედლეული პლასტიკის საწარმოებლად არის ნედლი ნავთობი და ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რომ პლასტიკის გადამუშავებით ხო ისე პლასტიკი მიიღება უპრობლემოდ მიიღება სხვათა შორის აი რამხელა რესურსი იზოგება ხო დაწყებული ნავთობი და შემდგომ მიყოლებით ამ ყველაფრი და თავისთავად რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მოთხოვნადი ნარჩენი პრობლემაც თავისთავად იხსნება საქართველოში რო იყოს მაგალითად პლასტიკის სისტემური ამოღება შეგროვება ქვეყნის მასშტაბით რომელიც სამწუხაროდ არ არის ხო რა თქმა უნდა ქვეყანაში იქნებოდა მნიშვნელოვანი საწარმოები მისი და უბრალოდ ესე ქაოტური მიმობნეული ეს ნარჩენი არ იქნებოდა და რა თქმა უნდა მასაც თავისი ეს პრობლემას თავისთავად მოგვარებული და თუმცა როგორც მე ინფორმირებული ვარ ალბათ მიმდინარე წელს აი ეს პროცესიც ქვეყანაში დაიწყება და ზოგადად ხო ნუ ეს არის მიღებული პრაქტიკა ფორმა როდესაც აი ნათიამ სწორედ აღნიშნა ნებისმიერი ნარჩენი საბოლოო ჯამში ეს არ არის ნაგავი ეს ნაგავი ჩვენთან ასოცირდა ეს არის ნედლეული რომლის გადამუშავებით ღებულობ ძალიან ბევრ სასარგებლო ნედლეულს პროდუქციას. დიაქალტონაცია ისევე აკადემიას მინდა მივუბრუნდე და რაც შეეხება სწავლის პროცესს, იზიარებთ თუ არა საერთაშორისო გამოცდილებას? რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებამ და საქართველოს აი წირი გამოცდილება აქ იმიტომ რომ 4 წელია რაც ეს რეგლამენტი ძალაშია შესული და თავისთავად ვეყრდნობით ევროპულ გამოცდილებას. ევროპაში საკმაოდ არის აი ეხა იმათ ძალიან დიდი დრო დაჭირდათ სანამ აქამდე მივიდნენ და ჩვენც რა თქმა უნდა ეტაპობრივად მივალთ იმ დონეზე რომ ნარჩენი არ მოხდება სანაგვეზე და მოხდება ნაგვის ნარჩენის სეპარირება და ოჯახში უნდა მოხდეს ეს კი ბატონო და დაიწყოს ოჯახიდან ნარჩენის სეპარირება და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს რომ ნარჩენებთან დაკავშირებით მიღებული იქნას კიდევ სხვა რეგლამენტებიც, რომელიც ამას ხელს შეუწყობს და მომავალში ეს ყველაფერი განვითარდება. ევროპაში ახლა მაგალითად აი სლოვენია ესეთი თქვა ახალი ქვეყანაა ლუბლიანაში, დედაქალაქში სლოვენიის. აი მინიმუმამდეა დაყვანილი ნარჩენის ნაგავსაყრელზე გადაყრა. აი მინიმუმამდე. ანუ ყველაფერი არის. ნახე, აი მაქსიმალურად არის ნარჩენი ნაგავსაყრელზე რო არ მოხდეს. რამ დრო დაჭირდათ იმისთვის რომ ამას ახლა იცით რა ევროპაში რა 10 წელეულებია ეს კანონი და ეს რეგლამენტებია მიღებული და ხდება ამის პრაქტიკაში გამოყენება და უკვე ისინი იმდენად მიჩვეულები არიან რომ ურნაში ანუ ერთად არ ყრიან ყველაფერს. კი ბატონო. ერთ სანაგვეზე არ ხდება ამის გადაყრა და
ხდება დაფასოვება პლასტიკის, ლითონის, ქაღალდის და ნუ ეს სპეციფიკური ნარჩენები თავისთავად. ჩვენი ჩამოყალიბებას გარკვეული დრო უნდა ელექტრომოწყობილობა, ჩვენ აქ წახალისებაც უნდა იყოს. წახალისება უნდა იყოს. ანუ თუ შენ ეს გააკეთა, თუ რაღაცა ბავშვად ჩააბარე და რაღაცა ფაზაკლებით მიიღე რაღაცა. იმაზე რა ქვია, ქილებზე არის ეს უცხოეთში მიღებული ის არის ჩააგდებ და პლასტიკსაც და თანხას და წერია კიდევაც ქილებზე თანხა. ევროპის ბევრ ქვეყანაში მაგალითად ფაზაკლების ბარას ღებულობდა, მაგალითად რაღაცა 2 ევროს თანხმად გადაიხდი ევროს და 30 ცენტს და 50 ცენტს. ხო, ეს ევროპაში არის, მაგრამ ეხლა ჩვენთან რამდენად ეს იმედია რომ მალე იქნება და აი ამითი შეიძლება ჩამოყალიბდეს უკვე გარკვეული. არა მარტო ამით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი დაუშვათ საშუალება, თუმცა ცნობიერების ამაღლება არის ყველაზე კარგი და ეფექტური. და ეს გვინდა მივიტანოთ ყველასთან. და არა მარტო თქვათ ისედაც აი სკოლის ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სტუდენტებიც ისე კარგად არიან ამაში ჩართულები რომ ჩვენივრად ერკვევიან და უნდათ რომ ესე იყოს თავიანთ ქვეყანაშიც იმიტომ რომ იციან რომ ამითი დაიცავენ ბუნებას და იმ ეკოსისტემას სადაც თვითონ ცხოვრობენ კი ნამდვილად და ეხლა ცოტა მომდევნო თაობას შეიძლება გაგვიჭირდეს გაუჭირდეს სიტყვაზე ამის გაკეთება იმიტომ რომ არ ელემენტარული საათს რომ ელემენტს გამოვთვლი არ გადააგდო ურნაში და ჩააბარო და მოხდეს მისი მეორე აი ბატონო ხშირად სტუმრობს და აი თქვენი აკადემიის წარმომადგენლების და სულ ამბობთ რომ პიონერები ხართ იმიტომ რომ ფაქტიურად აი ანა ბანადან იწყება ყველაფერი სამწუხაროა ეს მაგრამ მე მიხარია რომ ყოველ მოსვლაზე რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია ანუ დაუშვათ ის ბიზნესმენთა ცნობიერება მაღლდება ნუ ახალგაზრდებზე აღარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მათ ისეთი იდეები აქვთ უკვე რომ ჩემი მეგობრების ძალიან მეგობრის ბევრი შვილი უკვე აი ამ მწვანე ეკონომიკაზე აი ბევრი არის სწორედ ამ საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან საზღვარგარეთ სწავლობენ და აქ რო ჩამოვლენ უკვე იციან რას გააკეთებენ და ეს ამაში თქვენი დამსახურებაც არის და მადლობა თქვენ ამისთვის ტრენინგზე ვიყავით და ჩვენ უცხოელები იყვნენ ჩამოსულები და აი ელემენტარული გერმანიაში ხო ტელეფონი მობილური ტელეფონი არ რატო უნდა გადააგდო შეაკეთე ვინ შეაკეთებს საქართველოში ტელეფონს არავინ ცოტა დადგება ის ალბათ აი რატო თუ შეაბარო და რაღაც ერთი 20 ლარი გამოვარდა ხო ნუ აი ესეთი რაღაცეები და ავტომობილებზეც სიტყვაზე რომ მიენიჭო მეორე სიცოცხლე არ გადააგდო არ და უამრავი რაღაცა იყო რაზეც აი კი ვიხალისებ ჩვენივრად მაგრამ ეხლა ჩვენთან ეს ცოტა თუმცა დრო უნდა ყველაფერს და ისე ცნობიერება და ინფორმაცია იმედია რომ ჩვენც მივიტანთ აი ყველაფერს მაქსიმალურად ინფორმაციას ჩვენს ნარჩენების წარმომქმნელებთან რომ შემდგომში აი ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს და იმედია დაინტერესდება იქნება მათი მხრიდან ბატონო ბანო ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მივიდეს და შემდეგ უკავშირი აი რაც შეეხება უკავშირს რა დონეზეც გაქვთ ახლა კომუნიკაცია წინაღობა არის ანუ მზაობა როგორია დაუშვათ იქ ბიზნეს სექტორის წინააღმდეგთან შედარებით პარალელებიც რო გავატაროთ. რა არის თვითონ ახლა ეს პროცესი ხო, რასაც ესე თქვა ნარჩენების სპეციფიკური ნარჩენების სისტემური მართვა ქვია, ეს არის გარკვეული რეფორმა, მოდი ესე თქვა, ანუ ბიზნეს წლების განმავლობაში ხო აი ამ პროცესში მოდი ესე თქვა რა იყვნენ ჩართული იმ კუთხით კომპანიები არიან, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანიები არიან, თავისთავად ისინი ცდილობენ რომ იყვნენ თქვა აი ამ პროცესის მონაწილე. თუმცა იყვნენ ჯგუფები როდესაც პირობითად მათთვის აი ეს პროცესი უმნიშვნელო იყო, ანუ მათთვის აი როგორც ჩვენ საუბრობთ, ნარჩენი სპეციფიკური ნარჩენი ეს იყო ნაგავი და ნაგავი და გადაყარო ნაგავსაღრელზე. აი სწორედ დილემა აქ არის, რომ არის რიგი ჯგუფები, რომლისთვისაც დღესაც მაგალითად პირობითად ნარჩენების მართლა და ნარჩენების პროცესის წარმართვა ხარჯებთან არის დაკავშირებული. და მეორე ამის საპირწონედ არის სწორედ გარემოს დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობა, ეკოლოგია. მარტივ რაღაცას გეტყვით. მაგალითად ნარჩენის ზეთი ეს არის ძალიან ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ძალიან ბევრი მძიმე მეტალს შეიცავს, გოგირდის კონცენტრაცია და მისი დაცვა ესე თქვათ შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური პირობების დაცვით.
ის უნდა იყოს გარემოსდაცვის სამინისტროში. გარემოში უნდა იყოს შესაბამისი აპარატურა. ანუ არ შეიძლება რომ ის ღია სივრცეში დაწვა და ყველგან. ეხლა ნახეთ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის პირობებში წვავენ და იძახიან რომ იაფი არის და რა ვქნა. გარდა მაგისა სათბურები წვავენ ისე რომ მათ შესაბამისი ნებართვები არ აქვს, ფილტრები არ უყენია და სათბურში რო წარმოიდგინოთ დამწვარი ეს ხო, ეს მძიმე მეტალები და ყველაფერი საბოლოოდ პროდუქცია იგივე ოჯახის პირობებში ხო, იგივე თქვათ დარტყმას აყენებ ხო, საშიშროების წინაშე აყენებ ოჯახის წევრებს ხო, საცხობებში შეიძლება პურის საცხობებში გამოიყენო და აი როგორი რაღაცა იცით, მათ იციან რასაც აკეთებენ, მაგრამ პრიორიტეტულად აქვთ აი როგორი რაღაცა და შემოსავლის ნაწილზე გადის. ამიტომ დღეს ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, აი ჩვენი ეს კურსები და ჩვენია ეს ყველაფერი ძალისხმება ეს უკავშირდება რომ აი ეს მენტალობა შევცვალოთ რა, გავარღვიოთ რომ ადამიანის ჯანმრთელობა ეს გაცილებით უფრო დიდი ფასეულია ვიდრე დღევანდელი რაღაცა ვთქვათ, ფინანსური სარგებელი და რაღაცა სოციალური უკეთესი ფონი შექმნა ამ გზით. ამიტომ სამწუხაროდ აი თქვენ კითხვას რო დაუბრუნდე, სამწუხაროდ რა თქმა უნდა საბედნიეროდ ვითარება იცვლება, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას სწორი ფორმით მოდიან, თუმცა არიან რიგი ჯგუფები, რომლებიცაც აი სხვაშორის ნათიას აქვს ურთიერთობა ნარჩენების წარმოქმნელებთან, უშუალოდ პირადად და ხშირი შემთხვევაა, როდესაც ნარჩენის წარმოქმნელთან კონფლიქტური სიტუაცია იქნება იმის გამო, რომ მისთვის წარმოუდგენელია რა არის, იცით, რომ აი ეს ნარჩენი მისთვის პრობლემა არ არის, რომ აი თქვა სანმე გადაიყაროს, ან აი რა პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ რა არის, იცით, ეხლა ჩვენ ისევ აი მე ისევ ერთ აიგივე რომ დაუბრუნდე, ახალგაზრდები აქ ამ შემთხვევაში გაცილებით სწორად უდგებიან, გაცილებით უფრო ადვილად აღიქვავენ ამ ყველაფერს და ცოტა სირთულე გვაქვს აი სწორედ ცოტა ასაკოვან ხალხთან მათ შორის და უფრო ძველ ბიზნეს ჯგუფებთან, რომლებიც სამწუხაროდ ის შემთხვევაში აი ამ პროცესის მონაწილე ვერ ხდებიან, თუმცა რა თქმა უნდა პროგრესი არის. რეგულაციების გამკაცრება. ხო, აი ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი და აქ ამ მომენტში სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, და სახელმწიფოს გარეშე წარმოუდგენელი ამ პროცესის მართვა და აი იმ რეგულაციებს. ანუ თუ ვერ აცნობიერებს მაშინ რაღაცნაირად. ხო, კანონზე. იცით რა არის? კანონის ძალით მაინც და კანონ სახელმწიფო საკმაოდ ახლა ჩართულია და რეგულაციები, იცით რა არის, რეგლამენტი რომ მიიღეს, იქ გათვალისწინებული იყო ვალდებულება იმპორტიორის, ნარჩენის წარმოქმნელის და წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის. ჩვენი ფუნქცია ყველაფერი არის გაწერილი არაჩვეულებრივად. მაგრამ იცით რა არის, ბევრი ეს იმპორტიორი და ნარჩენის წარმოქმნელი, სიტყვაზე აი რაც ბატონმა ვანომ აღნიშნა, რომ არ გაძლევს ნარჩენს. გასაგებია. არა, პრობლემა არ არის, ეს არის ნაგავი მისთვის. დიახ. და სად გადაიყრება, არა აქვს მისთვის არსებითი. კი, აი ეს არის ცნობიერებამდე მივდივართ ისევე. რაც შეეხება თვითონ აი ბოდიშთა ადმინისტრება ახსენეთ. რა თქმა უნდა, ადმინისტრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ზოგადად ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოს ჩართულობაში ამ პროცესში, ხო, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, სწორი პოლიტიკა დღეს რაც ხორციელდება, ხო, მოდი ესე ვთქვათ, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მათ შორის და სხვა სტრუქტურების, ხო, საკანონმდებლო სივრცე აბსოლუტურად არის, შეიძლება ითქვას, რომ იდეალურ მოცემულობასთან მიახლოებული. ერთადერთი რჩება რა არის, ერთადერთი რჩება, რომ კანონის აღსრულება იყოს ძალიან კაცრი, თუმცა აქაც ახლა გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში რეალურად ეს პროცესი მიმდინარეობს უკეთესობისკენ ისრება. აი ჩვენი ჯგუფის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გასულ წელს აი სტატისტიკას გეტყვით, ამ სადაც 4000 ტონამდე ნარჩენის საბურავი ქვეყნის მასშტაბით შევაგროვეთ. ეს არის ჩვენს მიერ ჩვენ გარკვეული გეგმები გვაქვს, რომელიც სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული, ეს იყო გადაჭარბებით შესრულებული, მისი უდიდესი ნაწილის გადამუშავება მოხდა. იგივე სხვა ანუ სადღაც 5000 ტონა ჯამში ნარჩენის საბურავი აკუმულატორი ჩვენი ჯგუფის მიერ არის შეგროვებული და მთლიანობაში ხო ეს სისტემურად სადღაც თუ არ ვსწრები 20000 ტონამდე არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ არის პატარა რიცხვი. არა, ნამდვილად არ არის. ესე რომ წარმოიდგინოთ 20000 ტონა, ხო, აი უბრალოდ ეს ფიზიკურად ამისთან ახლა ჩვენთან ორგანიზაციებს სამწუხაროდ ევროკავშირი 30-40 წელია ევროპაში ეს პროცესი მიდის თუ უფრო მეტი არ არის და იქ რა თქმა უნდა მექანიზებული ავტომატიზებულია სისტემები დახვეწილია ჩვენ ძირითადად ფიზიკური შრომით გვიწევს ამ ყველაფრის ესე ვთქვათ განხორციელება მათ შორის ეს პრიმიტიულად. ხო პრიმიტიულად, იმიტომ რომ ხა პროცესი როგორ არის
პროცესს მივყვებით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერავართ ტექნოლოგიურად ისე გამართული როგორც ევროკავშირი, ანუ შედეგი საბოლოოდ არის დიდი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს შედეგი შეიძლება ახლა ჩვენ გარშემო მოვიხედოთ და ვთქვათ, რომ აი მაინც ეს ნარჩენები სადღაცას ყრიას, მაგრამ იცით რა არის წლების განმავლობაში ეს იყო პრინციპში პროცესი, რომელიც არ იმართებოდა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ათეული წლების განმავლობაში ეს ნარჩენები მართლა დაყრილი არის და ძალიან რთულია მისი ერთბაშად ერთ ხელის მოსმით სხვა ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა პროცესი მიდის საკმაოდ წარმატებულად, საკმაოდ კარგად მიდის და რეალურად მინდა გითხრათ, მათ შორის აი ყველაზე მთავარი არის ის შეფასებები, რომელიც აქვს, მათ შორის ევროკავშირიდან. ზუსტად ეს მაინტერესებს. საერთაშორისო პარტნიორები როგორ აფასებენ ამ პროცესს, რომ მიმდინარე პროცესს ჩვენს ქვეყანაში და აი კომუნიკაციის მიმართულებით რას აპირებთ, ანუ ახალი პროგრამები უნდა განხორციელდეს ეკო აკადემიაში და იქნებიან თუ არა ისინი ჩართულები. იცით რა არის უცხოელები საკმაოდ დაინტერესებულები არიან წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებით საქართველოში და ხო გითხარით აი ტრენინგებზეც დავდივართ და საკმაოდ აღფრთოვანებულები არიან იმითი, რომ აი ამ მოკლე დროში როგორ შეძელით 4 წელიწადში ფაქტობრივად. მე 4 წელი დაიწყო. ჯერ მე 4 წელი დაიწყო. 4 წელიც არ არის და უკვე მე ვფიქრობ, რომ აი საკმაოდ გავაკეთეთ შევძელით ყველამ ერთად ჩვენმა გუნდმა ბატონი ვანოს ხელმძღვანელობით და ჩვენმა რა თქმა უნდა დამფუძნებლებმა რომ რასაც მივახციეთ და ეს გეგმები რაც გვაქვს ამოღებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად გვესდება. თავისთავად და ეტაპობრივად აი ეს მაქსიმუმს მივახცევთ ყოველწლიურად. თავისთავად და ვეცდებით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარემო იყოს უფრო ჯანსაღი ჩვენი მომავალი თაობისთვის, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გამეორდე, მართლა პიონერები ხართ და ძალიან რთული გზა გაქვთ ფაქტიურად აი კაფავთ ეს ჩვენც გზა და გზა ვსწავლობთ. ნამდვილად და წარმატება მინდა გისურვოთ და მადლობა მინდა გითხრათ იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენეწევით და სტუმრობისთვისაც დიდი მადლობა. ერთი წუთი დაგვრჩა და მოკლედ რო შეაჯამოთ. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად რა თქმა უნდა ის ესე ვთქვათ პროცესი, რომელიც აი ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს, რასაც ნარჩენების ესეთი სისტემური მართვის, სისტემური პროცესი ქვია და მათ შორის ბიზნესის ჩართულობა, ხო? მინდა გითხრათ, თუ არის შემდგარი ფაქტი და მათ შორის თქვენ ევროკავშირი მე ვახსენე ევროკავშირის მათ შორის ძალიან ბევრი შეფასება არის, მე პირადად მომისმენია ეს ევროკომისიიდან იქნება თუ აქაური წარმომადგენლის, რომ ესეთი წარმატებული მიმართულება, რაც ქვეყანას გააჩნია, სწორედ ნარჩენების აი ამ პროცესის სწორი წარმართვა არის და თავისთავად რა თქმა უნდა ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, ეს არის უკავშირდება ნარჩენების ამ სპეციფიკური ნარჩენების ამოღებას, შეგროვებას და მათ შორის რა თქმა უნდა გადამუშავების პროცესი, იმიტომ რომ ერთია, როცა ამის შეგროვება ხდება, მაგრამ ამის პარალელურადაც ის რასაც ქვია გადამუშავება, აი აქაც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს საბურავის საწარმოდან დაწყობილი, მათ შორის სხვადასხვა კონკრეტული ნარჩენის გადამამუშავებლების, ესე ვთქვათ, ინსტალაცია, შექმნა, განვითარება, რომელიც ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იქნება და რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სივრცე და მათ შორის მინდა მადლობა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, იმიტომ რომ ზოგადად აი ამ ყველაფრის ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის მიწოდება, ხო? იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ჩვენ ჯანმრთელობას, ჩვენ ხვალინდელ დღეს უკავშირდება და თავისთავად თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისათვის და საინტერესო საუბრისათვის. მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ, სიახლეებით რა თქმა უნდა, კვლავ გელოდებით. ჩვენ მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი, ეკო აკადემიის მენტორი, ოფის მენეჯერი, ქალბატონი ნათია გვაზავა, წარმატებები მადლობა. ჩვენ ვისაუბრეთ ეკო აკადემიის 2026 წლის სიახლეებზე და ზოგადად ნარჩენების მართვის პროცესზე ჩვენს ქვეყანაში.